მიღებულია მიზეზი, რატოა შეცეს მაგ ვიდეო გადაღება პირაიჭრების დროს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ავტომობილში. მიმართული ჰქონდათ სასამართლო და სასამართლოს განჩინებაში დასაბუთებულად არის აღწერილი გარემოებები თუ რატო არ დააკმაყოფილეს ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა, ასევე დაცვის მხარის ეს პოზიცია არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ფიზიკურად იქ ასახული არ იქნება არაფერი, რადგან თავად ბრალდება ერთ გეტყვით ეხლა, თავად ბრალდებულები განმარტებენ, რომ მათი ჩხრეკა ჩატარდა ავტომობილში. რაც შეეხება მიზანშეწონილობას ამ კამერების, თვლი რომ ვინაიდან პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებისას, მათ შორის ნეიტრალური პირები, ადასტურებენ საგამოძიებო მოქმედების ავთენტიკობას და საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ავტომობილში, ასევე დაცვის მხარეს სათანადო დოკუმენტი არ აქვს, რომელთაც დაადასტურებდა, რომ რაიმე საინტერესოა ასახული რომელიმე კონკრეტულ ობიექტზე, უბრალოდ სიტყვიერად გამოდიან და აცხადებენ ამას. ვიდეოები დაადასტურებდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტს და ოქმების გაყალბების ფაქტს, იმიტომ რომ ამ ვიდეოზე ჩანს დრო და ეს დრო არასწორად არის მითითებული, ტყუილი დრო არის მითითებული ოქმებში ყველგან აბსოლუტურად და ასევე იყო შესაძლებლობა იმის, რომ პირდაპირ მტკიცებულების ფალსიფიკაციის კადრებიც ყოფილიყო გამოთხოვილი. დაცვის მხარის ბუნებიდან გამომდინარე ცდილობს გაენეიტრალოს ბრალდების მხარის მოპოვებული მტკიცებულებები, ვინაიდან სამართლის საქმეში წარმოდგენილია ნეიტრალური პირი თარჯიმნის სახით, ცდილობენ მის დისკრედიტაციას. რაც ეხება საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს, მისი დაკითხვა მოხდება სასამართლოში, არა მხოლოდ მისი, არამედ თარჯიმნის. თარჯიმანი არ არის ნამდვილად ნეიტრალური მოწმე, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თარჯიმანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრაქტით დაქირავებული პირი. ის არის სახელშეკრულებით დაქირავებული პირი, რომელიც ანაზღაურებას იღებს სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ პროცედურაში მონაწილეობისთვის. ამასთან თარჯიმანი ხალხოტონი თავადზე თავად გამოირჩეოდა აგრესიით დაკავებულების მიმართ, თარგმნის ნაცვლად მათ ლანძღავდა აქციებში მონაწილეობის გამო, ეუბნებოდა რომ თავიანთ ქვეყანაში დატევულიყვნენ და საქართველოში რაც ჩამოეცილნენ აქციებზე და ბუნებრივია ეს ნეიტრალური მოწმე არ არის. ნეიტრალური მოწმე არის ადამიანი, რომელიც ანაზღაურებას არ იღებს შსს-გან და ფინანსურად არ არის დამოკიდებული მათზე და მის შემოსავლის წყარო არ არის მიბმული სახელმწიფო კონტრაქტზე, ხო? ამიტომ ბუნებრივია თარჯიმანი ვერაფერი ნეიტრალური მოწმე ვერ იქნება. ამ სიტუაციაში, სადაც ისინი ყოფილობდნენ, არც ნეიტრალური მოწმის პრობლემა არ არსებობდა საერთოდ, იმყოფებოდნენ ქუჩაში 6 საათზე, სადაც გამოვლების დეფიციტი ნამდვილად არ იყო. არ მიიწვიეს არც ერთი მოწმე, არც ერთი გამოვლელი, თუმცა შეეძლოთ და მოწმეების პრობლემა არ იყო. არასახეს ეს ყველაფერი არც ვიდეო კამერაზე და ჩაატარეს შეკამ მხოლოდ თავიანთი თანამშრომლების გარემოცვაში, ბუნებრივია ჩადების თვალსაზრისით. საცხოვრებელ სახლში რეკიზროს აღმოჩენილი ელექტროსარწორი, რომლის ზედაპირზე აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალების კვალი, სწორედ იმ ნარკოტიკული საშუალების, რომელიც ამოღებული იქნა მათი პირადი რეკიზროს, ასევე იგივე სახეობის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული მათ საცხოვრებელ სახლში რეკიზროს, ასევე ამოღებული იქნა არაერთი ეგრეთ წოდებული ზივ შესაკრავი, რომელსაც იყენებენ ნარკოტიკული საშუალების დასაფასუებლად. საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ ეს არის პროკურატურის და პოლიციის მიერ აპრობირებული ცნობილი მეთოდი, როცა უნდათ ვინმესთვის ნარკოტიკის ჩადება იმგვარად, რომ გასაღება დაბრალდეს მას და არა მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის ქონა, ამ შემთხვევაში ნარკოტიკთან ერთად ყოველთვის უდებენ ხოლმე პატარა სასწორს, რომელსაც ამბობენ, რომ აი ამას იყენებდა შესაფუთად და ასეთორად. როგორც შესაძლოა აღვნიშნე, იგი გარემოებები მიუთითებს მათი მხრიდან ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის მიზანზე. როგორც არის გასაღება. ამ მიმართულებით კიდევ შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს და მუშაობს, თუ შეცდა და უბრალოდ შინაგან რწმენის გამო არა, შინაგან რწმენა არა. ნახეთ, ვინაიდან სამართლის საქმეზე გამოძიება ამოიწურა და წარმოადგენს სამართლის საქმე იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც წარმოდგენილია, შესაძლოა სრულად განვაცხადეთ, რომ მათ ბრალი გასაღების არ ედებათ. მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ჩადენილი წინასწარი ჯგუფის მიერ. ეპიზოდი ვერ დადგინდება, იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ვერც ერთ იმ ექსპერტიზაზე, რაც არის დანიშნული პროკურატურის მხრიდან, მსგავსი გარემოება ვერ დადგინდება. ექსპერტიზები დანიშნული არის მათ შორის მობილურ ტელეფონებზე, კომუნიკაციებზე. მე თვითონ პროკურორი გახდა დღეს უზრუნველყოფილი, ეთქვა, რომ არა, თურმე ამოღებას არ ვედავებით რეალიზაციასო, უბრალოდ მიიღოს სასამართლო მხედველობაში, რომ ბევრი ქონდათ, ხო?